მოგესალმებით, ეთერშია კაცების შოუ. კარგად, შერაშვები. რა ვიცი, დღეს არის ეთერში არის შაბათი 26, ხო? ხო. როცა ეთერში ვართ, ეს ესე უნდა გავხსენოთ და დღეს არის ხუთშაბათი 24 და დღეს, ანუ ხუთშაბათი 24-ს არის ჩემი შვილის სანდროს დაბადების დღე 5 წლის გასვლა. სანდრო, გიმოცავ. ერთი დღით გვიან დაბადებულა პელეზე. რომელ პელეზე? თორე თბილისში უკვე ორი პელე იქნებოდა. არა, რატო ორი? ერთს ეძახიან უკვე და მეორე ეს იქნებოდა. და მესამე ხო ჩამოდის. სამი პელე. სამი პელე ძალიან ბევრია. აღარ ჩამოდის. სამი პელე ბრაზილიაში არ აყავს. გადაუხადე დაბადების დღე? ხო, თვითონ რაღაცა მოინდომა, სახში მინდა დაბადების დღე და სახში გადაუხადეთ, კარავი მოითხოვა საჩუქრად. სათამაშო კარავი ვერ ვიშოვეთ და ნამდვილი უყიდე. მალე უნდა სახლიდან რომ გაუშვას. უბრალოდ ბებია მოყიდა. მე საძილე ტომარა უყიდე. ეგეც უნდოდა. კონსერვებიც უყიდე და გასვი სახლიდან. ემზადება, ეხლა ეზოში დასცემს. 6 ან შეიძლება ეხლა არჩევნებს ელოდება, რა შედეგები იქნება. თავრობის წინ უნდა დასცეს ბავშვების აქცია, ეგეთ ხო არ ყოფილა. რა თქმა მომავალი ხო მაგათია. შემდეგ წელს რას მოეთხოვს? ერთ ოთახიან დინას? ერთ ოთახიან დინას და ლოგინს. კი. სადა პროგრესი იქნება. ამ კარავის გარემონტებას. დახეული ადგილების და რატო მოითხოვა გადახტა? როგორ? გადახტა რატო არ უნდა? არ ვიცი, რაღაც ცენტრები არ უყვარს და სახში მინდაო და ტორტი და ჩემ ბავშვსაც სახში ურჩევნია, როცა საჩუქრები მოსდის. ვიდრე ხა ათრიე საიდანღაც გამოღები. შენ ათრევ ხოლმე ბავშვს მე დამყავს. არა, ბავშვი არ საჩუქრები რო ათრიო იქიდან სახლამდე. რატო ათრიო მოიტანე? ათრევა უკვე რაღაც საჩუქრებზე ზემოთ. რაღაც საჩუქრებზე ზემოთ, რომლებიც ნახევრად გახსნილია. გახსნილია და ჩაყოფილი აქვს თავი ვიღაცაში. ჩემ ბავშვს მაგრად უყვარს ეს დაბადების დღის ცენტრი რა, 2 წლის რო გახდა გადაუხადეთ დაბადების დღე და უბედნიერესი იყო, ფიფქი ანახა რაღაც კლოუნი და მოკლედ ჭუაზე არისო რა. კლოუნი ნახა ჩემმა ბავშვმა. და იმდენად მოეწონა რომ ყოველ დღე უყურებდა იმ გადაღებულს რა, ტელეფონით გადაღებულ რაღაც ვიდეო მასალას. და ტელეფონშივე უყურებდა? ტელეფონში, ტელევიზორში მაცი ვარ, სადაც შეერთდა ტელეფონი კარგა. და ერთი კვირის შემდეგ იყო ჩვენი ახლობის ბავშვის დაბადების დღე და ვერ მიხვდა რომ სხვისი დაბადების დღე იყო. ეგონა რომ ისევ თავისი იყო და საჩუქრებით მოვიდა სახლში. არა, რომ მივიდა, იქ ბავშვები და იუბილარის სცენაზე იყო, ესეც ავიდა. ფიფქი ამკითხა იუბილარს ამ ნეწეს გახდა 2 სამანუ პასუხი. და ძალიან გაერთო და 2 დღის მერე კიდე მოითხოვა რომ დაბადების დღე მინდაო. ძალიან გაერთო, რასაც ვერ ვიტყვით იმ ბავშვზე, ხო? არა, ისიც გაერთო. იმის ბავშვის მშობელი არ იხდიდა ფულს, მან გადაიხადო სახლში. ანიშნებდა. ნუ იმას რა შეეხება, რა ქვია, ეთერის დღეს ხვალ არის, ანუ ეხა ეთერში ვართ, ხო, ანუ შაბათს და ხვალ არის არჩევნები. ერთი დღე დარჩა ფაქტიურად რა. რამდენიმე საათი. რამდენიმე საათი და საქართველოს ეყოლება როგორც რამდენიმე 9 საათში გაიხსნება საარჩევნო ურნები. თუ ისე უბნები. ურნები გაიხსნება 12 საათში, ხო? არა, 8-ზე რო გაიხსნება. 9+12. არა, მე გაიხსნება და გადმოიყრება ჯადოსნური ფურცლები. რა ის იქნება რა, გვეყოლება ახალი პრეზიდენტი ან მეორე ტური. ისეთი არაპროგნოზირებადი არჩევნები. ახამდე ხო ყველა ანუ ეს აღარ გვეყოლება ვინც გყავს. აშკარად. რა ვიცი, ისეთი რა უნდა მოხდეს. თუ ხალხმა თავისით ჩაწერა და არ შემოხაზეს. რომ ჩაწერონ და შემოხაზონ, მაინც ვერ გვეყოლება კონსტიტუციის თანახმა. ბევრი დამკვირვებელია ქალაქში ჩამოსული. ძალიან და წესიერად მოიქეცით ახლა. ეს ორი დღე მაინც. იმდენი დამკვირვებელია ქალაქში ტრუსიკით ვერ გაგივლია. შენ საყვარელ ქალაქში. ადრე დავიძინოთ ხალხო რომ შუქმარში აწუხოს ისინი. ლაბაძე შენ მანდ ამაინც ნუიცინებ. მოგუდული. მოგუდულად ეს არის დღე. ეხლა დღეს ხო უსაქმურად არიან დამკვირვებლები. არა, ეხლა გვერდებიან. ეხლა რა საკვირდებიან? აი, საარჩევნო უნივერსიტეტი. როგორ არის დალუქული ურნები, მიტანილია თუ არა ბიულეტენები, პასტას რო დაწერ ხო არ ქრება.
ეგეთ რაღაცებს ახლა. კი, მედია. ანუ ეხლა არც ერთი დამკვირვებელი არ გვიყურებს? კი, ვიღაცა მედია მონიტორინგზე ვინც არის გვიყურებს და ერთ-ერთი გონია პრეზიდენტობის კანდიდატი აქ. და აკვირდება აბა რა უნდა თამა. აგიტაცია არ შეიძლება თუ შეიძლება წინა დღეს? შეიძლება. დღეს შეიძლება. იმ დღეს? იმ დღეს წინა დღეს შეიძლება და იმ დღეს გითხარი რომ კონსტიტუცია არ ვიცი ეგრე კარგი. მარტო წინა დღე მოასწარი და წაი. არა, რა ეხლა. წინა დღე წაიკითხა და ის დღე ამოხეული იყო. არა, წინა დღე წაიკითხა მე სანიშნი ჩადო. გადადო ეხლა რომ მე წაიკითხავს იმ დღეს. დღეს არ შეიძლება. არ შეიძლება უბნებზე თორე. რაღაც რადიუსის იქით შეიძლება. ისე всё ხვალინდელი დღის მერე არა. ანუ რაღაც დრო გავა, 2 კვირა მე მგონი და იქნება თუ პირველივე ტურში დამთავრდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ხო. და მიშა აღარ იქნება პრეზიდენტი. აბა. ხო, უკვე მიშა არის, ბატონო მიშა აღარ. არა, მიშიკო თუ გინდა. რა უნდა გააკეთო? ზოგიერთ ქვეყანაში ციცოცხლის ბოლომდე ბატონო პრეზიდენტოს ეძახიან. ჩვენთან ბატონო ყოფილო პრეზიდენტო ხომ? არა, ბატონო პრეზიდენტი. და რამდენიმე რო შეიკრიბებიან ერთად ბატონო პრეზიდენტო და 1-4 კაცი რომ მატრიალდება. ჩვენთან სანამ იყო მაშინაც არ ეძახდნენ უმრავლესობა და რა უნდა გააკეთო? მაშინაც კურდღელს. აი ბატონო პრეზიდენტოს დაუძახებენ, მაგრამ რა უნდა გააკეთოს? პრეზიდენტი ხო აღარ იქნება. რა უყო უამრავი საქმე იცის. მაგრამ რა იცის? ტარება იცის ყველაფრის. მანქანა უტარებია. ტრაქტორი უტარებია. კომბაინი უტარებია. თვითფრინავი ყავდა და ფრინავი უტარებია. კატერი უტარებია. ვერტმფრენი უტარებია. ველოსიპედი უტარებია, მაგრამ დროც უტარებია. რა უნდა გააკეთოს? თან ბევრი უცხო ენა იცის, ანუ რო ეტყვი რუსთაველზე გამიყვანე, 16 ენაზე გაიგებს და გაგიყვანს. ანუ ატაქსავე უკვე? მე ყოველთვის ტაქსისი კი არ ვიყავ. ორი პრეზიდენტო მაქვს მოლები. ვა, მართლა რა უნდა აკეთოს? თან რეზიდენცია იმის იყო რა, სიუჟეტი იყო რა, დიღმის რეზიდენცია დაცალაო რა, ანუ რა, მე არც ვიცოდი რომ დიღმში რეზიდენცია იყო, თორე აქვე იყო და გადავიდოდით ხოლმე. რეზიდენცია არა, სახლი იყო ჩვეულებრივი. და რეზიდენცია ოჯახს სადაც ცხოვრობდა. ჩვეულებრივი სახლი მაქვს მე და მაგას ხონდა რეზიდენცია. კაი, რაც გინდა ის და არ ვქი. არა, თან დიღმს რეზიდენცია არ ხდება. უფრო ბაითი. დიღმის ბაითი დაცალა. გადავიდა ვაკეში. თუ ხდება დიღმსაც. ობოყვაც უფრო არ ხდება რეზიდენცია. ამ დროს იყო ის. ობოყვათის დაჩა. და თვითონ დაცალ თუ დარეკა სადმე რომ 25-60. დარეკა ალბათ 25-60-ზე, მაგრამ იქ ეტყოდნენ რომ წაიღეთ ტვინი ამ პაროდისტებმა და მოუწევდა მარტო გადატრება. თვითონ ათრევდა. როიალზე ის ქონდა, თოკები ქონდა, ხო? გამოსდა და აუციეთ. კი, ეგეც ეწოდინება ეს. კი, რა. სადაც ტრაქტორს ატარებს? მოკლედ ერთი უმუშევრით მეტია საქართველოში, მალე. რატო? მუშევრობის დონე მაიწიაო, მაგრამ რატო ერთი? მაგის პაროდისტები რას გამიკეთებენ? ხო, მართლა. პაროდისტები თორე ეგ რა, მიშა არ არის სხვა მოვა. არ შეიცვალა დასაქმების. ხო თორე, უმუშევარი თუ დარჩა, წარმოიდგინე ის პაროდისტი არის უმუშევარის პაროდისტი. ეხლა შემოთავაზებთ ერთი უმუშევრის პაროდიას. კიდე საინტერესო ინფორმაცია რაც იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ბარემ აქვე ვიტრიალოთ ზედა ეშელონებში, ბიძინა ივანიშვილს ყავს 2 ზვიგენი. მართლა საიტზეც იყო და რაღაც სურათი იყო ზვიგენებზე, არ ამგონია რომ იმ ზვიგენების სურათი ყოფილიყო, მაგრამ ნუ ზვიგენი იყო რა. სადიშოა ეს ზვიგენები. ო, საქართველოში ზვიგენი იყიდებოდეს მე არ მინახი. პინგვინები ხო ყრია. ზვიგენი ის რატომ უნდა შეიძლება აკვარიუმის თევზები აჩუქეს პატარა და დაისარდა. ხო, ყოველდღე მადლიანი ხელი აქვს. ყოველდღე აკვარიუმის თვა. ზვიგენი რო ყავს რა მაგარი. შეიძლება რა მოხდა, იცი? და შეიძლება პინგვინებს აჭმევენ. შეიძლება არც უყიდია და რო გაიგეს ზვიგენიმა 7 მილიარდი აქვს, თავისით მივიდა. რაღაც ოთახში ჩახდნენ და წყალი ჩაგვისხიტო. აუ, ზვიგენი რო დაცურავს. და
დიდი აუზი გაუკეთეს ამ ზვიგენებს. ან ძალიან პატარა აუზები აქვს, ესეთი გაჭედილები. გაჭედილები რა უსუსურია. ვერც მოძრაობს, ტირით ქვემოთ აქ ზემოდან. მეც ვნახე და იმ ხელ აუზია, რომ 25 ტონა მარილი დაჭირდა, რომ მარილიანი გამختارიო წადი. გემარილი გემოვნებითო და 25 ტონა ჩაა. წიწაკა უკვე გემოვნებდა. ის ერთი რომ წამოადუღოს ეგ ცხალი. ქვემოდან რომ დაადგას, ცოტა დაფნა უნდა. ზვიგენის არაჩვეულებრივი სუპი 2000 ტონა უხა დააყურებ მთელ საქართველოს. დაუხვრიპავთ მთელი. ერთი მოკლე ჩართვა უნდა სადმე რა. განათებას. აკვარიუმში ხო, აკვარიუმში ყოლება უჯრაში. აუზი ქვია ალბათ უკვე ხო. აუზი და მინის იქნება რომ დაინახო. ხო, აბა ისე თუ ვერ ხედავ და იცი რომ იქ ზვიგენია, არ მგონია. აუ, წარმოიდგინე ბიზნეს სახელმწიფოებით ვინ ცხოვრობს რა შიში არის. არ გასკდეს. თორე მეიდანზე ორი ზვიგენი ფარს. მაგარი უცევრია. გაკვირვებული უცხოელი ტურისტები. მთიდან რო ზვიგენი მოსეია. არდება კიდე მარათონი. დღეს ჩატარდა ალბათ უკვე. უკვე ჩატარდა, ხო? არის ზოგიერთი შეიძლება ჯერ ვერ მისულა და ისევ მიირბი. ძალიან გვიან რომ მიირბი, ხო, დამთავრებული რო აღებულია. მართალია, ტარდება. ზოგიერთი ნახევარიც არ იქნება მისული. და უკვე იმიტომ რომ გარბიანო ტრანსპორტს მიასწრო. რამდენია 42 კილომეტრი? 42 კილომეტრი 195 მეტრი. მე მირბენია მარათონი. მართლა? სადირბინე. იმიტომ არის. სად ნახე ქუთაისში 42 კილომეტრი ახლა? 42-იანი არა, მაგრამ მარათონი. სამტრედიდან გამოიქცა შეიძლება. მარშრუტკამ გაასწრო. სამტრედიდან გამოიქცა და ხელში ქონდა მოპარული ყველი. იმოხერმათ 42 კილომეტრი როგორ ზდია. ეგეთი უშნო ქვეყანა ხო იყო საბჭოთა კავშირი და ერთხელ მოილაპარაკეს კანადამ და საბჭოთა კავშირს. აი მიხვდები ახლა როგორი უშნო და უსაქმურები მართავდნენ ქვეყანას. კანადის და საბჭოთა კავშირის მთავრობებმა მოილაპარაკეს, რომ თუ არ ემდე მანძილი რაც არისო დედამიწიდან, რომ ის გაირბინოს ჩვენმა მოსახლეობამ. ნახევარი იმათ უნდა გაერბინათ, ნახევარი ქუთაისლებს. არა, შეარჩიეს 10 თუ 12 ქალაქი და ქუთაისიც მოხვდა. რა თქმა უნდა, თავისნებით ვინ გაირბენა, ესეც სისულელე ღონისძიებაში მიიღებდა და ხმა გაავრცელეს, რომ კარგი პრიზები არის თუ მიირბინე ბოლომდე. ბოლო იყო აი ეხა პარლამენტს სადაც არის. მე გავრბივარ კოსტუმი მასვია. და ჩანთა მიჭირავს. სკოლის ჩანთა სავსე პრიზები წამოზიდო. ხო და მოგდეთ გავდივართ მე და ჩემი კლასელი. ისიც ეგრე კოსტუმით და ჩანთით. ისიც სპორტსმენი. სკოლის კოსტუმი გეცვა ის ფორმის? აქ რო გადაშლილი წიგნი ეხადა? დიახ, ეგ ჩანთა და მაგის ღილისგან რო სინიაკები კეთდებოდა. ხო, და არასპორტული ფეხსაცმელი. ხო, ხალხაობაზის აქ პატარები. გავდივართ და ჯერ ვიღაცა ველოსიპედიანმა გადაგვასწრა. მე ვიღაცაებმა რომელსაც მარათონი თავისებურად ესმოდა, ხო? ვიღაცაებმა გამოუხვიეს წინა კორპუსები და მანქანებით, ხო? ნორჩესის მანქანით. მაგრამ ყველა საოცრება ხდებოდა ამ პრიზები სადაც რიგდებოდა იქ. რომ მივედით, იქაურმა მოსახლეობამ გაცილებით ადრე იცოდა ეგ ამბავი, რომ ის რიგდებოდა და საერთოდ არ ურბენია პირდაპირ პრიზთან მივიდა. მოიყარეს თავი. აუ დიდი ზედახორა ეხლა. პრიზი არათუ ვერც დავინახე რა. ანუ არ იცი რა პრიზები იყო? მე დავუნახე ერთს. და რა იყო? ვიმპელი რაღაც საზარელი. ძალიან კაი რო არა ვერავიხ. ну გული დამწყდა ერთი 20 წუთი, მაგრამ სანამ დაინახავ. სხვები რო დავინახე ვიმპელი და ყველა ტანსაცმელი გადასაყრელი ქონდა. მე რომ მე გავიმარჯვე. კარგი ხარ, ეს მარათონი. საფუძვედრო ვიყავით და დიდი პურო დაიჭირე. არ გამექცა. აბა გაუშვი? არა, გაგექცა. ну ყურადღება ვერ მივახცე. თეატრ მცოდნე, მსახიობი და კორიფე. გარე წარია. ეროტიკა მცოდნე.
სამჯერო დაგხურეს, ეს დადიოდა. და მაინც წერდა დადიოდა ბანკომატთან და არაფერი არ დაგიოდა. ესე იყო. კიდე საინტერესო ინფორმაცია იყო ამ პერიოდში ის, რომ დეპარდიე იყო ჩამოსული თბილისში, რესტორანში შევიდა, ჭამა და წავიდა. თან ხო, მე მარტო იმ ინტანსზე ღორი რა, ჩამოვიდა ჩამოძა. თან შემოვიდა იქიდან მე მგონი რაღაცა. ხო, თლაც სწორად არ შემოვიდა. არა. თვითონ ჩამოვიდა, მაგრამ იქ არის ნამყოფი. აფხაზი ეგეც დარღვევა. და ანუ რა შევით, ხო ვიჭერთ? დაჭერა აღარ არის. 400 ლარი უნდა ავახიოთ. 400 ლარისაც კი შეჭამდა იქ. ანუ დეპარტიის ჩვენი 400 ლარი აქვს. მართებს. არ ვიცი, შეიძლება იმდენი გადაახტევინეს იმ რესტორანში, ზოგიერთი ხო იცი. შეიძლება რესტორანში რომ მიუტანეს ანგარიში იყო ხინკალი 60 თეთრი, რაღაც საზღვრის დარღვევა 400 ლარი გადაიხადა წავიდა. რა, ეს ერთი დღე ჩამოსვლა და ჭამა რა, თან საქართველოს რა. ან რამ გაამწარა ესე რომ ხელადაც ან გამოიძახე საზღვართან რა. ხო, დაპატიჟა ვიღაცა მეტყობა. დღეს ყავს კულტურის სამინისტროდან სტუმარი და ვკითხოთ. არა და როგორ გონია რომ სასიამოვნო თემებზე ექნება, და არავინ არ იცოდა ხო რომ ჩამოდიოდა. რავი, ხნათესაობა მაგას არ ყავს. არა მგონია რომ ფანები ყავდეს. ირაკლი დეპარდიე მიცოდა და ნათელა დეპარდიე. ირაკლი და ნათელა დეპარდიეები. წულუმ თუ არ იცოდა, ესე იგი არავინ არ იცოდა. ანუ ხო შეიძლება რომ ვიღაცები ეგრე ჩამოდიან. კი, და ყოფი არის, ვიღაც ჩამოვიდა ხინკლის საჭმელად, ჩამოვიდა დენირო. ბრედ პიტი დადის გლანში შაურმაზე. აუ, შაურმის რიგში რომ ბრედ პიტი დგას ძალიან მაგარი. დღეს ვიყავი გდანის შაურმაზე. მართლა ნახე ბრედ პიტი. ვეძებე. დარეკილი ქონდა იმას და რომ გაუმზადებდნენ ეგრე წაიღეს. არა, აღარ არის დარეკვა. აღარ არის? მე ადრე ვრეკავდი, ხა რიგის მართვის სისტემა დანერგეს და ის მიდიხარ. ქვითარი უნდა აიღო და რიგში ჩადო. 333 ნომერმა მომიწია და ველოდე და ვიღე. მართლა? ხო. ეგ და იუსტიცია ერთად გაარემონტეს. იუსტიციის და შაურმის სახლები გვაქვს. შაურმის სახლში ხო იცი მანქანით ვერ ასწრებ გამოსვლას, მეორე შაურმას გაძლევ. ეგ აუ, ქვით რა არის. მაგარი, ეგ განვავითაროთ რა. ხო, მაგრამ ეგ ქვით არის გადააგდით, თორე ხო არჩევნებზე შემთხვევით იქ არ ჩაგივარდეს. თორე გამოვა პრეზიდენტის კანდიდატი 333 ნომერი იყო, ანუ არავის არ შეეძლო. ანუ შაურმას არავის შეხვთ ხო პრეზიდენტს? ვიღაცაზე მეტი აღმატებულება გლდანის შაურმა. და თვითმფრინავები რომ გადაგინს. შენ ხო აიღე რაღაც უცნაური ქვითარი ახლა ბანკში. კი, მე ავიღე რომ ვიყავი 666-ე და რიგს ელოდებოდა 13 ადამიანი. არც თქვენი ფული მინდა არა. გამოვიქეცი გარ. საინტერესო ინფორმაცია ერთი, იაპონიაში შემოვიდა უცნაური მოდა. ბრელოკები შემოვიდა მოდაში. არის ესეთი პატარა ის არის რა, მართკუთხედი არის შუშის გამჭვირვალე და შიგნით არის ცოცხალი კუ. მართლა ეს ეწერა საიწერო, ესეთი ის არის, რა ქვია. აი რაღაც ყუთივით რო აიღო ასანთის ყოლოფი, ოღონდ გამჭვირვალე და შიგნით არის კუ ცოცხალი. და ის არის 3 დღე ცოცხლობს და მე კვდება და აგდებენ ამით. ერთჯერადია? ერთჯერადია, ხო. არ ვიცი, თუნდაც არის კუგინა რო ატარო აქ. არ არის ერთჯერად. საქართველოში ხო ყველა ერთჯერადს გავა მრავალჯერადი. საქართველოში 3 დღეში დატენი იმ კუზაკი და კიდე 3 დღე. არა, ხელოსანთან ხარ გამონიცხადა. კი არ დატენი. დაღეჭავ. ცოტა ხანი კიდე მოძრავ. ერთი დღე ქაჩავს მე. ყურა რა დგინა რა ვიცი მე, არ ვიცი, რაღაც სისულელე გააფრინეს ამ იაპონელებს. ანუ დიდი შანსია რომ გასახები რომ დადო საღამოს რაღაც წასული დაგხვდეს. არა, იმ შუშით ვერ დადის. აი ეს რო გატეხო? თუ გატეხე კუძ გაგექცევა და არც რატო ხო არის გამობმული? კუ გაიქცევა კი. რატო იცინო? შენ ხო გაგექცა კუ? სათევზაოდ რო ვიყავით და დიდი კუ რო დაიჭირე. არ გამექცა. აბა გაუშვი? არა, გაგექცა. ნუ ყურადღება ვერ მივაქცე. მე ცეკე ყურადღება მოადო. მოდი დისლოკაციის ადგილი დატოვა კუ. ერთი გაიხედა და მოწეწა.
და გაიქცა. კაი, მოდი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილია სტუმარი და დღეს ჩვენთან არის ნიკა წულუკიძე. კარგად. ქუთაისში ვიყავი. შენ კითხვი რომ შორს ეგონაო, მაგრამ მე უთხარი რომ ცოტა შემაგვიანდება თქო და ამიტომ უმაბრალებ ხა. წინასწარ გაფრთხილებული. იქ რო გეთქვა ცოტა ადრე წამო. ბიჭო, კი ვთქვი, მაგრამ ისეთები დამანახეს, მე სანამ კეციდან ხაჭაპური გადმოიღეს, სანამ გოჭი ის და ცოტა შეხვა დამანახეთ რომ ჩვენს დაგანახეთ. ვიცოდი აქ იმას ლარიან ყურძესო დამახვედრებ. სხვათა შორის რა მაგის პასუხია და წელს ყურძენი იცი როგორ გაძვირდა? გაძვირდა? თუ გაია. არა, პირიქით 35 კაპიკი ღირდა. კაია თუ ცუდი, მე ვთვლი რომ კაია და გლეხისთვის არა, გლეხისთვის კაია, ვინც ხიდის. ჩვენ რა ვქნათ? საწყალმა ხალხმა. აბა. აი, წავიღებ თუ დაგჭება აუცილებლად ვინ შეჭამს იმის და მჟავია. შენ კიდე მჟავე ღვინო გიყვარს ხო? არა, თუ და შეკარს მივაყრი. გაჭირება მანახე. მარტო გლეხის მთავრობაზე და ნუ ეკაჩები იქით. მე ხო გითხარი პოლიტიკაზე არ ვილაპარაკოთ. არა, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ. არა, მაინც. სანაი მთავრობა მომიდა. მარტო გლეხისთვის არის. გლეხო კაცო, გაიხარე, აზნაურო, დათავადო თავში, კოხით გაიხარეო. ხო იცი ეგლექსი, გემო. ნიკა, შენ ხარ თეატრში. ამბობე. ხო, პროფესია. დიახ. ანუ თეატრები იცი. თეატრის შესახებ მე რუსთავის თეატრი სად არის? თეატრის შესახებ იცი ყველაფერი, ხო, თითქმის. ისეთი რაღაცები, მოკლედ ისიც ოდნავ საჭირო არ არის. და ისედაც საჭიროა და იმაზე მეტიც და მოკლედ, ხო? ალბათ, რა ვიცი, რაღაცები ვიცი ხო, რაც მევალება რომ ვიცოდე. კი ვიტყოდი რომ ისიც ვიცი, ანუ შენ ხო იცი რომ ვიცი, კაკა, შენ ხო მაინც იცი და ამით თეატრზე ესეთი კარგი ისტორია იყო, ფილმს ვიღებდით. ხო. და იმაში რა ქვია, ახმეტელის, ხო? არა. ახმეტელის თეატრში ვიღებდით იმას რა ქვია, რაღაცას. ხო. და ერთ-ერთ იმას უხსნით, ახმეტელის თეატრთან ვარ და მოდიო. და ის მსახიობს თუ? არ მახსოვს, არ უნდა გეთქვა რომ შაურმა რო იყიდება იმის წინ გადადი. ზუსტად ეგ, სად არისო ეგ? აი, გლდანი შაურმა რო იმის პირ. რა, ხო, მოვდივარ. ამაში თეატრს მაგნებდნენ სამწუხაროდ შაურმით. ეს დრო მოიტანა კაკაფ, ხო იცი როგორ ხდება ხოლმე. აღარ ცალიათ ადამიანებს თეატრისთვის, მაგრამ რო ერთხელ მივლენ და გაიგებენ ეს რა ხილია, მე ვეღარ მოაშორე პიკი. შენ აგრეთვე ხარ მეიგავე. არა, არა. იგავარაკებს დაწერილი მაქვს 1 2 3 წარი. ერთადერთი ხარ თუ არის ვინმე კიდე? არა, კაცო, წერენ ალბათ ვიღაცები არა. სულხანს გარით გაჩერდი ეხა ნუ მაი ისედაც ჩემჭამეთ. ისედაც ჩემჭამეთ. კაკა. სულხანსება გამიგია საბურთალოზე რო ცხოვრობს. არა, მე ვიძახი ეხლა. შენ ხო გაგიგია გაჭირვება მანახე და გაქცევას მანახე, განახებ. თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი მოკლედ. და აუცილებელი იყო რომ გარითმული გავარაკე. ჭირდა მაშინ ცხოვრება გენეცა. თვითონ ფიზიკურზია. ხო, თვითონ რონ აუცილებელი იყო რომ გარითმული იგავარაკე წაგეკითხა და სულ ყველა კითხულობს ამ კრილოვის იგავარაკებს აკაკი წერეთლის ნათარგმნელს რომელიც თელმა კომისიამ ზეპირად იცის. ვიფიქრე ხა ისეთი იგავარაკი რო წავიკითხო ზეპირად რო იციან მიხვდებია რა შეცდომა მაქვს ადმეტყველება ამერიასა და რაღაცა დავწერე და სულ ყველა აზრზე წავიდა რაღაცა დავფიქრე და ესე მოვატყუე და მოვხდი თეატრალურ ინსტიტუტში. გადო. მაგრამ ზუსტად 1 წელიწადში გამომაგდეს როგორც უნიჭო მსახიობი. მითხრეს რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ სცენაზე არ არისო და მე ამათვე ნაცვალე მომწე შესაძლებლობა შუა ქალაქში რომ მე თქვა ზოგ-ზოგი ერთები. იცი რა უნდა გითხრა. გუშინწინ გავიარე აფიშასთან. აფიშასთან, სად რომელ აფიშასთან? ერთ-ერთი ხო, მორიგ აფიშა. სად რა გადის რა? სად აფიშა. და ძალიან ის არის. ოპტიმისტურ ტალღაზეა თეატრები გადასვლა. იმიტომ შარშან მახსოვს რა სპექტაკლები გადიოდა. კივილი, ფსიქოზი, კასროლა, ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები, ამის გაჭირვება, იმის თარისპანის გასაჭირი. ხო და ეხა არიან, ეხა აი ხასიათზე არიან. ირინეს ბედნიერება, სამი გოჭი. სამი გოჭი არ ჯობია ცეცხლის წამკიდებლები. ხო და რაღაცა ის არის. რაშია მიზეზი? ვიცი მე რა შეიძლება. სულ ჩვენია გენაცვალე პარლამენტში შევხვალ თეატრალებით არის სავსე, ქუჩაში გამოხვალ თეატრალებით არის სავსე და გვიხარია თეატრალებს. ნიკა, შენ ანუ თეატრმცოდნე ხარ და აფასებ რა სპექტაკლი კარგია, რა სპექტაკლი ცუდი. ერთი კითხვა მაქვს შენ. ვთილობ ხო. წინა ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლებიდან საუკეთესო.
რომელი მოგწონდა და რომელი არა და რატო? და სადრა შეცდომა იყო იმ დაშვება. შაუბნელ 9 წელიწადში რამე დაიდგა წყლა. წინა ხელისუფლების დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეტაფორა და ქვეტექსტი. ამიტომ ეგზისტენციალური მოდელები შენ ძალიან სწორად უნდა მოგეკითხა, თუ რა გაგიჭირდებოდა, რაზე იყო საუბარი და ეხლა უფრო ისეთია ღია და ნაკლებ ალეგორიული. დაგაკმაყოფილა პასუხი, მაგრამ შემიძლია განვავწო. განავწო და განმარტე. განმარტო რომ დომებოდა სხვანაირად გეტყოდი შეგედაცალება. არა, მაპი მაგარი სპექტაკლია. მაპი, ბიჭო, არ მეცალა, არ ვიყავი თბილისში და ვერ ვნახე ეგ და მე მოხსნეს მალევე ცოტა ხანი თამაშობ. ხო, რამდენ ხანს გვამზადებდნენ რომ მაპი ბუქარესტისა. მე ერთი ხო დაიდგა მაპზე უკეთესი. ხო და მე მაპი რო ჩავარდა მაპზე უკეთესი, ახალი წამოიწყეს. მე ეგ სპექტაკლი მახსენდება. შარშან კარგი სპექტაკლი დაიდგა ერთი. წეგა ლაპარაკობდით ესეთი ცოტა თამამი შემეხე იყო თუ გახსოვთ რუსთაველის თეატრში. ექსპერიმენტალურ სცენაზე. გახსოვს შენ? გემახსოვრება შენ ისეთი ჩიტი ხარ. მაგასა დაიმახსოვრები, აი. ერთი წამი რა იყო თამამის სპექტაკლის შემეხე. სად დადიხარ თქვენ? ეს იყო და მომიყვა. ეს და მე ჩემი პირდაპირ მოვალეობა რომ ვიარო ეგეთ სპექტაკლებზე და ყველანაირ თეატრალურ. ისე ვერ წაიყვან ძალით რო გინდო. ხუდინო შემიგდოს რიგშებს. ეგეთ სპექტაკლებზე, წესიერ სპექტაკლებზე კი არავინ აიძულებს იან. მე და შენ რო ვიყავით გახსოვს ეგეთ სპექტაკლი. მე ნიკა და გივი სიხარულიძე გაგვიშვეს ეროტიკულ სპექტაკლს. არ დამავიწყდება არა ხო? მე ჟურნალისტი გამოყვა. შენ რა პრინციპით ამოგარჩიეს ეგ მაინტერესებს. როგორც თეატრში და ეს კი ის არის თეატრმცოდნე. თეატრმცოდნე, მსახიობი და კორიფე. გარე წარი კი არის. ეროტიკა მწოდნე. ამდენად ახსახავს რეალობას სპექტაკლი ეს უნდა ეთქვა და და ისე მოეწონა რომ დამთავრდა მე და ჩამნელ და უთხარით მორჩა აღარ იქნება თქო თორე არ მოდიოდა. კი, კაი სპექტაკლი. სახიობები მანახეთ უნდა დაველაპარაკო. სიგნიჩე მიყვანეთ. არ მოდიოდა რა საკეთებდა ის. სად მორჩა კაცო, არ მორჩენია, გივი სიხარულიძე აღრიალდა შუაში და ჩაიშალა. კი, ჩემი თავიც მეზიზღება ესენც აგინა იმ სახიობის თავის თავს ყველას გვაგინა და წავიდა. ინერვიულა ბატონმა გივი მახსოვს ხო? მეო ასეთ საქართველოში არ მინდა ვიცხოვრო და ასეთ ქართველი არ მინდა გვარი უნდა გადავიკეთო სიხარულოვად. მეთქი ესეთ გარყვნილებად ვარ რაღა რუსათი კეთებ. უარ ეს ხდება რამე სხვა გვარათა და მოვიფიქრებ რამესო და გაიქცა. და შენ მოგეწონა? იცარ. მომეწონა რა ეხლა რო გითხარ რომ სულიერი საზდოს 1 კალორია მაინც მივიღე. მაგრამ იყოს რა. შეიცის თეატრი სულიერი საზდოროა საჭირო. ასისა. სულიერი საზრდოს პონჩი დიეტური სპექტაკლი. შენ მოგეწონება შენ ხო ისახარ. დიახ. მოხუცი მსახიობების მესაიდუმლე ხო ხარ და მესაიდუმლე კი არა. მესაიდუმლე არა. მოხუცი მსახიობის დამცველი ვარ. დამცველი და მესაიდუმლე. კი ბატონო. ნო. ხო და ჯუმბერ პატიაშვილმა დაწერა წიგნი. ვისგან? რა არ გეცოდინება. ცნობილმა მსახიობმა ჯუმბერ პატიაშვილი. ჯუმბერ პატიაშვილი იყო ცეკას მდივანი იყო. ცეკას თეატრში იყო წამყვანი მსახიობი. იქ უწერია დასის რომ ხელმძღვანელი. სამხატვრო ხელმძღვანელი. მიხეილ თუმანიშვილი და ქეთი დოლიძე მოვიდნენ ჩემთან. და რაღაც თეატრის საქმეზე და მაშინ რაღაც კორპუსს ვაშენებდით ოვაკეშიო და მიხეილ თუმანიშვილი შევთავაზე რომ ერთ ბინას მოგცემო იქ. და უარი მითხრა, არა, მე მარტო თეატრის საქმეებზე თუ მოვალ ხოლმეო, მაშინ თუ დამეხმარებით, თორე არ მინდაო და მე ეს ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც რამდენი რამე აქვს ცხოვრებაში ნანახი წერს, ასეთი უარი არც მანამდე და არც მე, არც ერთი მსახიობისგან არ გამიგონია. ესეთი ხარბები არიან ყველა. გასისულელია. ვერ დავიჯერებ, მაგრამ ეს მსახიობების ცხოვრებით ინტერესდება ხალხი და წერენ, თორემ მსახიობებისნაირი ღირსეული ხალხი იარებ მსახიობების სახლებში და მიხვდები, იყავი მესაიდუმლე შენც. თუ ვიარე და უძმაკაცდი ღირსეული. აქედან უნდა ჩანდეს ღირსეული. აი ბატონო. მე რა მაინტერესებს? აი რო ამბობენ ეს თეატრის მტვერი და სცენის მტვერი. რა არის? შენ არ მიყვარს თეატრი. ეგას უქებს. ეგას უქებს თუ ასუქებს. მე ბიჭო, აი თეატრი არ მიყვარს არა, მე მაქვს კითხვა. აი ახლა მისმინე. შენ აქ რომ მოდიხარ,
აქ ჯდომა უფრო გულწრფელი პასუხი მითხრა თქმა უნდა, სულ აქ ჯდომა უფრო ქსიამოვნებს, რომ თვის ბოლოს პლასტიკოს რო შეყობ და იქიდან გამოდის კუპიურები. აქ ჯდომიდან გამოდის იქიდან კუპიურები. სხვა კითხვა დაგიშვი და სხვა პასუხს. აქ ესე იგი, ჯდომა ვერ უფრო ქსიამოვნებს თუ რა გინდა სწორად გეკითხება. უჭის აქ ჯდომა უფრო ქსიამოვნებს თუ თვის ბოლოს რო პატარა დადუნას მისცემ ცოტას, რაღაც ცოტას მეც, ცოტა შენთვისაც დაიტოვებ ბავშვი. დიდი ნაწილი ბანკს მიაქ. დიდი ნაწილი ბანკს მიაქ ხო და რომელი უფრო გიყვარს? ნახე რა უპირატესობა აქვს სახიობს. იმას ის უყვარს. ის სახიობები არიან. შენ გიყვარს რა ეს გიყვარს? რატომაც არა? აბა რო არ მიყვარდეს ახლა რატო ვიჯდები? ჩვენ რო დავხურეს სამჯერ ეთერი გეტყვი რატო იჯდები? ჩვენ სამჯერ რო დავხურეს ეს დადიოდა. და მაინც წერდა დადიოდა ბანკომატთან და არაფერი არ დაგოია. ესე იყო იმედაშვილი როლს არაძლევდნენ და მიდიოდა საგრიმეროში გრიმს იკეთებდა 8 საათზე სპექტაკლის დაწყების დროს და 11-ზე იშოთა. ვინ არის იმედაშვილი? ერთ-ერთი მსახიობი იყო. სახელი მითხრა რომ კარგი მსახიობი ვაგრა. ალექსანდრე იმედაშვილი. ალექსანდრე. მე მგონი სწორად გეუბნები. ანუ ეს არის თეატრის მტვერი? არა, სხვა რამეს გეუბნები. თეატრალები არიან ერთადერთი ხალხი, მსახიობები, რომლებიც თანახმანი არიან. რომ უფასოდ უყველაფროდ გამოვიდნენ და სცენაზე ითამაშდნენ. ასევე უფასოდ უყველაფროდ გახდნენ დეპუტატები და დაგვასხნენ. გაჩერდი ახლა, გაჩერდი. გამოგითვალო? მსახიობები? ხო. ნუ 1-2 ყოველთვის ყველა პროფესიის წარმომადგენელი და დაიწყე კაცო სავსე ვარ თუ ყველგანო. თეატრალი არ უნდა იყოს პარლამენტში, რომ თეატრის ინტერესი ვინმე დაიცვა. ამდენი კაცო. თეატრი არ არის იმდენი თეატრს ახლა დაცვა ჭირდება, არ გინდა ახლა. სხვა ფესტივალი ჩატარდა, ხო? 2 ფესტივალი, ერთი. მე ვიცი ყველის და ერთი თბილისის საერთაშორისო ფესტივალი. არა, მე დაჯილდოებას, ანუ და დურუჯის დაჯილდოების ცერემონიალი. კი ბატონო. სად იყო ეგ? ყვარელში. თვითონ სახელი გეუნება დურუჯი. დურუჯი მდინარე ჩამოედინება. და საფეხბურთო კლუბი იყო ყვარლის დურუჯი. იქნებოდა. სხვათა შორის ფეხბურთელებიც მასიერენ, ხელფას არ იღებენ, მაგრამ თამაშობენ. ეგ სტადიონის მტვერი არ არის. ნუ ფეხბურთელებს ისეთი ხელფასები აქვს. აი სანამ გამოცდებია რომ ისა რა ქვია. ის რამდენი აქვს ფული მოტანილიო და იტრიდანია. 19 წლის არის 14 წლიდან აქ დაწყებული და მეტი რა უნდა იცოდე. 14 წლამდე 9 იყო. შენ ყველაზე ძვირი კერძი რა გიჭამია? ის ბულკი არ ჩათვალა. ის რა ხდებოდა? კარგად ჩაიარა? კარგად ჩაიარა. ზოგისთვის შენ იყავი კომისიაში, ხო? ხო, ერთ-ერთი ჟიურის წევრი მეც გახდით. ისეთი ერთადერთი პრემია ეს თეატრალურ სფეროში, სადაც ეძლევა შესაძლებლობა ამ არაჩვეულებრივ ხალხს თეატრის მოღვაწეებს, რომ წავიდნენ ყვარელში, გამოიბრანჭონ, დაესწრონ დაჯილდოების ცერემონიალს, ვიღაცას გაეხარდეს, საკმაოდ სოლიდურ ფულს იღებენ ჩემო ბატონო. რამდენია ჯილდო თუ საერთოდ? ადრე 20,000 ლარი იყო გამარჯვებულ რეჟისორზე. საუკეთესო მსახიობზე თუ? ეხლა რა სურძენი გაძვირდა? 14,000 ჩემო ბატონო 10,000 სახელი რატო არ დაარქვით? რაღაცა და დურუჯი. დურუჯი goes to არა. დურუჯი ძალიან ტრადიციულია, გაგა. ესე იგი სანდრო ახმეტელმა რაღაცას როგა დურუჯს როგა რა არის ეს? ეხა გეტყვი, სანდრო ახმეტელმა დინარე რომელიც ჩამოედინება. გაძლევენ რა. ხელში მდინარის ხვალ მოგცა. არა, ესეთი რაღაცა თეატრალური ნიღბების შემქმნელი ძალიან საინტერესო ემბლემა, რომლის ის არის ერთი მოცინარი და მეორე მოწყენილი. დაახლოებით ეხლა ძალიან ერთი პოზიცია, მეორე პოზიცია. ნუ გაგერბი ჯგონება სუ იქით. გამირბის კი არა, იქით ამაკ ეხლა მე. ხვალ ისეთი დღეა უნდა დიპლომატი კაცი, იმასაც არ აწყენინა ნიღბის შემქმნელს. ძალიან კარგი ნიღბი. რა ხერი, ეგ ვიფიქრე, ჩაგიჭირა, ხო? ეს რა ვიზავსეს ეს ისე მოკვდება რომ მტერი არ ეყო. ეგრე მეგონა, ჩანელ. და გამოჩნდნენ. ამ კომისიაში რამ შემიყვანა? არა, ცუდას რა თუნდა მტერობა კარგია. ხო, ისინი არ დაიბოხდნენ, ვინც ვერ აიღო. არა, სხვათა შორის, არა. იცი რა, ეს არ არის რაღაცა მათემატიკა, რომ ამან მოიგო და ამან წააგო. ვიღაცა ესე ფიქრობს, ვიღაცა ესე ფიქრობს, ვიღაცა რამდენი წევრი არის, ანუ 5 წევრია ჟიურიში. და უმრავლესობით გადის. ყოველ წელიწადს იცვლებიან ხოლმე. ისე კი არ არის, რომ არიან და არა, შაშანა როგორ შარშანწინ ერთხელ ვიყავი, მაგრამ ისე იცვლება ყოველ წელიწადს ხან ვინ არის ხან. ანუ მეორეთაც ჩავყოლი ყვარელში? ყვარელში ხშირად ჩავდივარ ხოლმე მარჯანიშვილების სახლში. ესე იგი ფულს იხდის ვიღაცა რომ აიღოს. მეორეთ რამ ჩაგიყვანა.
ყვარელში რა ჯობია, ყვარელში ჩასვლა. კარგად გილასტარდება. იცი რა მაგრად არის გაკეთებული იქაურება მარჯანიშვილის კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში და იქ მარანში მივეცით ხმა ჩემო ბატონო და ისეთი რაღაცა მისტიკა დატრიალ თქვენ კი არ გჯერათ ამ მისტიკის და მტვერის, მაგრამ იქ რომ მტვერი უნდა ისე უნდა ეს მტვერი ჩაგაქვს თუ იქაც არის. იქაც იქიდან მოდის, მარჯანიშვილიდან მოდის იქიდან. ანაირი ხალხია, აი. შემდეგ ჩასვლაზე ცოტა მტვერი ჩამოგვიტანა. წამოდი და მიგეპნევა. ყველა ხო რაღაცის ცდილობს მოგხიბოთ. აი მტვერით როგორ უნდა მოხიბოსიო. თეატრი აღართ არ ცდილობს. შენ თვითონ უნდა მოიხიბო. ხო თქვი წაგან სულიერის საზდოო და გამოცდებზე ყოფილ ხარ თეატრალურში? ისე გამოცდებზე ხო და მისაღებ გამოცდებზე მსახიობებთან არა, მაგრამ იმებზე ყოფილვარ კონსულტაციებზე. ეგ რა არის? აი სანამ გამოცდებია რომ ისა რა ქვია. ის რამდენი აქვს ფული მოტანილიო და ინტრიგანია. თეატრალური ინსტიტუტში. რომ იმ წელს გამსვლელი თანხა გამოიანგარი. გამაცილებ ლონტი მოდი გენაცა. ბიჭო, ეროვნული გამოცდებით ხდება მიღება და რანაირად უნდა ჩააწყო. ეს ეხა მარა შენ ხო ძველი კადრი ხარ. არა, არაფერი ძველი კადრი არა. 85-ში ხო, 86-ში შეიძლება, მაგრამ მე არა, ამიტომ ეგ იგონებენ. ტყუილი ხმებია რა იცოც. და რა ისეთ ეს არა გასაგებია რომ ძირითადად მიჭერი ხალხი მოდის, მაგრამ უნიჭოები არ არიან ხოლმე. შემოიპარებიან. ისი რა ხან ბიჭო იშვიათად. იშვიათად ერთი ეს არაო ჩემდეს ჩამომithლის იქიდან. რამდენჯერ მახსოვს რომ რატო იღებენ ამათ რომ კაი არა ხო არის ხანდახან არის რომ აი ისეთი მოვა რომ ნუ თეატრალურში იგი არა თანაც რო არ უნდა იყოს. რა ხდება ხოლმე კაკა ბიჭი? ყველანაირი როლის შემსრულებელი საჭირო აქვს ესმის და ეს ლამაზი დაუშვათ საჭიროა საოცრად უნიჭო ადამიანი. სად უნდა ნახო? ხო, მაგრამ ამდენი? არა, ხო და ამიტომ ლამაზები ვერ მახინჯდებიან. იყოს ცოტა შეუხედავი, მაგრამ ნიჭიერი. შენ რატო დაგბრაკეს მაშინ? ბიჭო, მე აი ვერ გამოვდექი ეთქო. უნიჭოთაც ვერ და გამოვდექი. შეუხედავი. რა ვქნა, ეგრე მითხრეს და წადიო. ეთქობა იმ წელს ვიღაცა სხვა უნიჭო დატოვეს. ხო და კიდე არის მან არა, მაგრამ ეგრეც არ არის ხა, ბევრი ნიჭიერი არის აშკარად ხა მე ჩვენთანაც პროექტებში არის. ყველამ დაამთავრა არა, თეატრალურში. რა თვალით შეხედავ გააჩნია. ჩვენი რაოდენობის მოსახლეობისთვის ბევრი ნიჭიერი მსახიობი კი ბატონო. აი, მე მაქვს ერთი კითხვა. ისე რას ფიქრობ, ზვიგენი უნდა ყავდეს ქართველ კაცს? უნდა ყავდეს. რას გიშალებში? რას გიშალებში? აუცილებელიც ყია. ხო და რატო ორი და არა ერთი ან სამი? ერთი არის საცოდაობა. სამი? თუთიყოში მყავდა ერთი და მოკვდა მარტოსულობით და იმ ორი არიან და ან გამრავლდებიან, ან კარგად იქნებიან, არის. ორი საჭიროა. ერთი კითხვა მაქვს. თავიდან თქვით რომ შენ იცი რაღაც ჭორები. ან ბევრი ჭორი ხო გაგიგე? მე? ჭორები კი არა, ინფორმირებული ადამიანი. რასთან მაგაზე უარს დაკავშირებით იტყვის. თეატრზე? არა, საერთოდ ყველაფერი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ გადაცემაში ხარ. ხო. ძალიან ბევრ გადაცემა მიყავს ან მიყავდა. ხო. უფრო მეტგან გიწევენ. ანუ ყველგან რაღაც ინფორმაციას იღებ. მაგრამ ჩემი ხიბლისა რო არ ყვები და არ ვარცელებ. ხო და მე სხვა რამე მინდა. თორე ვიღა მოუყვებოდა მე. ჩვენზე რამე ჭორი რომ მოიგონო შეგიძლია? მაგალითად ლაბაძეს თურმე და გააგრძელე. ლაბაძეს თურმე. თუ გინდა სიმართლე თქვი რამე. არა, ჭორი ჯობია. იწყინება. აიღე ვინ? აი, ხედავ. ერთ ადამიანზე ცუდი თქვა, აჰა, და ისიც შენზე. გაიხარე. აი, მადლობთ. დიახ. ლაბაძეს თურმე. ლაბაძეს თურმე, კბილები არ აქვს და პროტეზი უკან ხომე. მოგეწონა. აი, ჯანელიძეს თურმე. მოიცა, გადავამოწოთ, ეგ ჭორია თუ მართლა? ჯანელიძეს თურმე თმები ამოდის, მაგრამ მაინც იპარსავს როგორ არის ობრაზი. ხო, ეგრეა. რა გინდა ეხლა არ გამოვდგები ხო? კაი ჭორია, მაგრამ იმაზე უფრო მომეწო. იმიტომ რომ ფილებდებოდა, იმიტომ რომ იმაზე იყო. იმიტომ რომ იმაზე. კაკაბაზეც თქვი რამე, კარგი. კაკაბაზე კარგი ადამიანება. კაკაბაზეს უკავს. კარგი თქვი რაღაცა. ჰოლივუდში იწვევდნენ, მაგრამ დარჩა რომ აქ რაღაცა მტვერიო თუ როგორ. დარჩა რომ აქ კინო სამყაროს მიხედავ. მოდი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილზე. მესამე ნაწილი არის კითხვა-პასუხი დარბაზთან. დარბაზთან შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვები, ან არა შეკითხვები და უბრალოდ გითხრათ თქვენი გასაჭირი, ან
ან სიმართლე გითხრათ, ან თქვენი აზრი, კითხვა შეგიძლიათ დავისვათ ჩვენ, შეგიძლიათ ჩვენ სტუმარს, შეგიძლიათ ზოგადად. შეგიძლიათ ერთმანეთს დაუსვათ. შეგიძლიათ სულაც არის არ შეკითხვა? დავუსვათ. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. ესეთი კითხვა მაქვს, რჩევა მინდა უბრალოდ. როგორ შეიძლება გადავაჩიო ჩემი შეყვარებული თურქული სერიალების ყურებას? მირჩიეთ. წააკითხე საქართველოს ისტორია და გადაიჭრე. ეხლა მეორე შეკითხვა, როგორ წავაკითხო? საქართველოს ისტორია ნარკოზის გარეშე. გვაქვს შეკითხვა? როგორც ისაუბრეთ, საქართველოს პრეზიდენტმა დატოვა უკვე თავის რეზიდენცია და ალაგდა, ასე ვთქვათ და რას ფიქრობთ, რას დაუტოვებდა ეს მოვალ პრეზიდენტს საჩუქრად ან სამახსოვრად. ალბათ დენის ქვით ან ჰოღმი. ჩემი ვერსია დენის ქვით არის. ჩემი ვერსიაა საქართველო. მე მაგ ვერსია, მაგრამ ვერ ვიტყვი. ჩემი ვერსია ზოგიერთს რადიკალს გაუხარდა. ეგ ისეთი გადახსირებული არაფერს არ დაგუტოვებ. შემდეგი შეკითხვა? დიახ. მოგესალმებით, სტუმართან მაქვს შეკითხვა. ჩემმა შეყვარებულმა არის ის ქართული და შესაძლებლობათაც რომ გითხრათ დიდი არაფერი. თეატრში მინდა დავპატიჟოთ და რომელ სპექტაკლზე წავიყვანო ხო რჩევას ხო არ მომცემდით? თეატრში რო დაპატიჟოთ რომელ სპექტაკლზე? პანტომიმის თეატრში. მოგენაცა. თუ არ ესმის და შესახედავად არ ვარ მაზიანი გაქვს რამე წაგებული. არა, ორ კურდღას იწერს. პანტომიმის თეატრში როგორც წესი პარტერში ბნელა და შენ ცოტა ხანი მაინც იქნები მშვიდად ვერ დაინახავ და ეხმას არ იღებენ და ის გაიგებს რა ხდება სცენაზე. კი, კიდე შეგიძლია ბიდერმანი და ცეცხლის სამგიდებლებზე და წაუკიდოთ ცეცხლი. დასვი ახლოს ცეცხლის სამგიდებლებზე. კუჭის ტკივილზე რას გამოუწერ რომელს მე? გვაქვს შეკითხვა კიდე ხავდით. დიახ. გამარჯობათ. სრული სერიოზულობით გეკითხებით და ძალიან გთხოვთ დამეხმართ. ყავს 4 წლის შვილი. ვარ 18 წლის და სახში არ იცის არავინ არაფერი და როგორ გავაგებინო მშობლებს თუ ვერ მეტყვით? რო გაიზდები თვითონ გაიგები. 4 წელი. რა არაფერი არ იცი 4 წელი აქვს წოდნია ყველაფერი. არა 4 წლის შვილი არაფერი. 18 წლის არის 14 წლიდან აქვს დაწყებული და მეტი რა უნდა იცოდე. 14 წლამდე 9 თვე იყო. ნუ გინდა გააგებიო რომ შვილი ყავს. შვილს. არა, შობლებს. ამბავშვის. სიტუაციაში მინდა გავერკვე. მე მიმიშვი და ისე გავაგებინებ, ისე მშვიდად. არავის არ აწყენინებს ისე გააგებს. ეხა რას ეუბნებ მშობლებს ამბავშვზე ვინ არისო? მაგის გაგება მინდა თქვენგან. რაო? მაგის გაგება მინდა თქვენგან რომ ანუ მირჩიოთ რომ როგორ წარუდგინოთ ჩემ მშობლებს. არ უნახები. ეხა ისე აყავს რა უბანში აქვს მაკაცობთ რერერე რო. ვიღაცას დარჩა ერთი დღე ამოვიყვან. არა, უბნელია წრიფა რა. პატარა ძმა. მარტივად შეუყვარდებათ მიიყვანე და მამი ხომ გავს? ხო და ჩემია. ხო და იყოს რა. შემდეგი შეკითხვა? დიახ. მოგესალმებით. ანუ Facebook-ზე გამოქვეყნდა ჩეკი. აბრამოვიჩი იყო შესული და ისადილა სამ მეგობართან ერთად და გადაიხადა 48000 ჩვეულებრივ სადილში. და ერთ-ერთი კერძი ღირდა 10000. თქვენი აზრით რა იყო ესეთი კერძი რომ 10000 დოლარი გადაიხადა? ეგ იყო ივანიშვილის ზვიგენი. რა კერძი უნდა იყოს 10000 რომ გადაიხადა? ნუ გვეცოდინება, მოდი, მაინც ვერ გადავიხდეთ და. ხო, მაგრამ გვეცოდინება მაინც. შენ ყველაზე ძვირი კერძი რა გიჭამია? ის ბულკი არ ჩათვალა. ტიტანიკი შაურმა, ვალარია. შაურმა არ მიყვარს სადღაც. ეგვიპტეში მიჭამია, აი ამ ხელა, თავიდან ბოლომდე არა, ცოტაოდენი. აი ამ ხელა რაღაცა ის თხის შვილი თუ აკლემის შვილი თუ რაღაცა შემწვარი თავის ბრინჯი. ძალიან გემრიელი. ვირიშვილი. კოზაკი. ძვირი იყო თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ექნებოდა ძვირი.
მე უცნაური მიჭამია, იმედი მაქვს რომ ბაყაყი იყო. არაფერი უფრო უარესი. ტელევიზიის გემო ქონდა? არა ბაყაყის. და ყიყინებდა სანამ ბოლომდე არ შეჭამა. თევსსა და ქათმის გემოებს შორის იყო? კი, ხო. სადღაც. მაშინ ბაყაყი იქნება. რაები არ ვიფიქრე. შენ? არა, ყველაზე ძვირი მიჭამია იმ დღეს ჩემაცონა გამართო ბევრი ფული, სადილს ვაკეთებოდა. არაფერი ისეთი არ დამაყარა. ალბათ შემწვარი კარტონი. ისპანახი არის ძალიან გაძვირებული. შემდეგი შეკითხვა? დიახ. ომის ამბებია გერიმას. გავიგერა რომელიღაც თქვენგანმა იმოგზაურა 22 საუკუნის საქართველოში. ხო ვერ გვეტყვით რომელი იყო და რა ხდებოდა? აბა ამოღერხეთ. ჩანელ თქვი. მაგაზე გამახსენდა, აი ხამ კითხვაზე გამახსენდა. ჩვენ გონი ვართ ხალხს, რომ დაბოლილები ვხედავთ. შენ შეიძლება გონი ხარ. რატო გონი ვართ? რატო და გუშინწინ შემხვდა ორი ბიჭი ქუჩაში. გამარჯობა გიორგი. გავიგონე რა ხმა. ცოტა ხანში გიორგი გავჩერდი. კარგი რა, რატო გვასდევნინე ესენი მეუნები. რას გარბის? რა ამის კუდა? რატო მომდევთ მეთქი? ხო, რავი და აი შენი გაცნობა გვინდა და ისა. რაღაც იმიტომ ხარ დღეს გოგოები დამესიოსო. როიხვეწება. ხო და მეუნებიან რაღაცა არ ახარო კარგ ხასიათზეო, არ ჩანხარო და არ გინდა კარგ ხასიათზე დაგახარო. მოწევას თავაზობდნენ. მეთქი არა კარგ ხასიათზე ვარ მეთქი. აი ეხა უცხოები ხო არა ვარ. მეუნება კაცი რომელიც 10 წამის წინ დავინახე. არა, მართლა გონია. აი უცხოები ხო არა ვარ და საბუთს აძლევდა მეორეს, ხო? შუსუსუ ეწერა. ხო და მე ვიღაცას უთხარი რომ ესა თქვა. ამსტერდამში მინდა წასვათ. აი რა გინდა ამსტერდამში? არც აქ გაკლიაო. 22 საუკუნის საქართველო აინტერესებს, ხო? ხო, მაგრამ რა ვიცი, ისეთი მოყევი რომ რა მომავალი ჩვენ არა გვაქვს. აი შენი აზრით როგორი იქნება? აი იქნება ისე უხეში ხალხი, ერთმანეთი არ ეყვარებათ. მე მგონი იქნება ისე აწყო ხო არ აქვს წყალობს მომავალი ჩვენ. მომავალი მით უმეტეს. რაღაცა ეგეთი. და იქნება ის ქართლოს ღარიბაშვილი ისე ვიყრის კენცო. რაღაცა იქნება, რაზეც სწორება მოხდება. მე არ მგონია. მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. მეც ესე მგონია. ეგრე ეგონა 1-10,000 თაობას ჩვენამდე, მაგრამ კარგად არის. იმათ მადარებ? არა, მე მართლა მგონია რომ ის იქნება, იმიტომ რომ რაღაც აყვავებული, ოპტიმისტურად უყურებ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ჩვენ არ ვიქნებით, არ ვიცი ვინმე თუ რამეს აპირებთ, მაგრამ უი, მაგაზე გამახსენდა. ვერ ვიქნებით. 123 წლის ქალბატონს მიუტანეს საარჩევნო მოსაწყობად. მეც ნახე ხო და 1123 წლის და მანამდე ეხა გამოაცხადეს რომ გარდაიცვალა ქალი, რომელიც იყო 1883 წელს დაბადებული. პაულო იაშვილები და ტიციან დაბიძეები რო იყო, აი ის პერიოდის და უფრო ხო და თან ყველაფერს მოესწრო, ხო? აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ის ლოგინად იყო ის ქალი. ეს თავის ფეხით აპირებს მისვლას. არჩევნებზე? 123 წლის ქალბატონი? ხო. ანტისახვიჩია სახელი და გვარი ცნობს. არა, ეს ხო არის, ეს გარდაბანში ცხოვრობს და 23 წლის რო ხარ და არჩევნებზე რომ მიდიხარ. ყველა მსოფლიო ჩემპიონატია შვილის თაობაც რო დახოცილია უკვე. ხო, სხვაგან სად ნაწახვიდი, არავის აღარ იცნობს, მოგდა ყველა. ყველა მსოფლიო ჩემპიონატი აქ ნანახი. ორივე მსოფლიო ომი. ოსკარის დაჯილდოების ყველანაირ არჩევნებზეა ნამყოფი. კი, ოსკარი კი არ კინო რო გამოიგონეს უკვე 30 წელს. მომიერები რო კაკაბავშები რო იყო. ჭიათურის პრეზიდენტის არჩევნებზეც იქნება ნამყოფი. 123 წლის მაგარია. აუ 123 წელი რო გავკაჩო. აი მე 22. შენი ფეხით რომ მიხვიდი არჩევნებზე, თორე ჩავარდნილი და დავდომილი რა ჯანდაბადგი. რატო იყოს? კინოს გადმოვწერ ვუყურე. აუ რამდენი кай კინო გამოვაო. მაგითო გწყდება მარტო გული, ხო? გვაქვს კიდევ შეკითხვა? არავით არის შეკითხვა. კარგით, გადავიდეთ ბოლო ნაწილზე. ბოლო ნაწილი არის რა გვასწავლა დღევანდელმა გადაცემამ. მე რა გვასწავლა დღევანდელმა გადაცემამ ეგ უფრო ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას გვასწავლის ხვალინდელი. რა დამასწრო? ნიჭოთან ზუსტად ამ სიტყვებით უნდა მეთქვა. აბა გაივეორე ზუსტად ამ სიტყვებით და ჩაკითვლი.
ამდენი თეატრის ისტორია მომაყოლა ჭიათურა და ქუთაისი. ეგ არ მომეწონა. დაიწყე იმით რომ ქუთაისია ყველაზე მაგარია და უცებ ხონი. იცით რა მაგარია ჭიათურა და ჩამომიგდე ქუთაისი ვიღაცების დონეზე. ვიღაცა ეხა ჭიათურა და ხონი და სამტრედიაზე არ დამიწყია თორე ისე უნდა. ჩემი დედულეთი მიდი. მინდა ეხა. ერთი ეროსი მაჯგალაძე იყო. არა ხო მეც მაგაზე ვფიქრობ. მთელი ეს დღეებია რომ ხვალიდან რა იწყება. მიდი ხარ არ ჩენებ. აუცილებლად. ვის აძლევ ხმას? ღირსეულს. აბა რა გეგონა პირველ შემხედრდე. მაგრამ მე ვფიქრობ ღირსეულს მივცე თუ ისევ იმას რა. ნიკა შენ რა გასწავლოთ დღემდე მაგალითად? ხევანდელმა გადაცემამ რა მასწავლა ესე იგი. შაურმა რო უფრო იციან ვიდრე თეატრი საუბედური კაკა. მასწავლა რომ ისტორია რომელიც ზუსტად ვიცი რომ არ გააცინებს ხალხს არ უნდა დავიწყო მისი მოყოლა. სხვის ყბაში არ უნდა ჩავიგდო თავი. მასწავლა აფექტურად როგორ უნდა დალიო ჭიქიდან რომელშიც არაფერი არ ასწავლა. თათო შენ რა გასწავლა? მე რა მასწავლა იცი? თუ გადაცემა მთავრდება უკვე შეიძლება რაც დარჩა დაუსხეს. იმიტომ ჩვენ მაინც ვეღარ მოვასწრებთ ამის დალევას. მიირთვი. არა მართლა რა მასწავლა იცი? მასწავლა რომ ჩვენც უნდა რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ისეთი, აი კაცების მტვერი. კაცების შოუს მტვერი. ხო, კაცების შოუს ჯობია, თორე კაცების მტვერი ცოტა ცუდაა. არა გვაქვს რამე პატარა მტვერი მაინც არა გვაქვს კინკლები კი არა და რაღაც იქნება ბიჭო რა ვიცი მოძებნოთ ახლა ეთერის მე ნულონც ექნება ერთი მუჭა შენავ ნუ მე მასწავლა ამ გადაცემამ რომ ამ გადაცემამ მასწავლა როგორ უნდა ილაპარაკო ისე რომ არავის დაწვადა ჩამფური ამას ასე რომ ხვალინდელი დღის საერთოდ არ მეშინია უკვე ვიცი როგორ უნდა ვილაპარაკო ვისაც ხმას აბა ამ გამოცდილებით აი უყურე მე ვის ვაძლევ ხვალს ყოველ შაბათს უყურეთ კაცების შოუს